და განსაკუთრებით მინდა გავაფრთხილო კიდევ, ვისაც აქვს პირად რუკაში, აი რატომ არის რომ ბევრმა არ იცის ეს რუკა, მაგრამ წყის ხოლმე, იმიტომ რომ მართლაც მე ვერ იგებენ როგორი პერიოდი აქვთ. ამიტომ არის აუცილებელი რეალურად თქვენი პერსონალური ჰოროსკოპის ცოდნა, რომ თქვენ იცოდეთ მე რაზე ვსაუბრობ და რაც შეიძლება მოელოდოთ ამა თუ იმ პერიოდისგან, ხო? ვისაც აქვს პირად რუკაში აღმავალი კარმული კვანძი მერწყულში და აღმავალი ლომში, ხო? რაჰუ კეტუს კომბინაციას რო ვეძახით, ხო? ეს მარტო პირადი რუკით იშიფრება. და კიდევ აღმავალი ლომში და აღმავალი მერწყულში, ხო? თუნდაც. განსაკუთრებით მათთვის არის კიდევ ეს ძალიან ტრანსფორმაციული პერიოდი, განსაკუთრებით 12 აგვისტო. ეს არის კარმული კვანძები, ხო, რაც დავასახელე. ესეთი კარმულად რაღაცა გარდამტეხი პერიოდი იქნება ამ ადამიანებისთვის. თუმცა არ არის აუცილებელი, რომ მაინც ამ ორი კვირის განმავლობაში მოხდეს რაღაცა საოცარი ტრანსფორმაცია 180 გრადუსით, რომ შეიძლება ცხოვრება. არა. ზოგადად დაბნელებების პერიოდი ხსნის ერთგვარ პორტალს ცვლილებების და ტრანსფორმაციების. რასაც შემდგომში შეიძლება 3-დან 6 თვემდე ჰქონდეს მე თავისი შედეგი.